ახლა უწეს ტაძარში ვიყავი, ნათლობა დამეწყო ახლა და ჯგუფმა ჩამოიარა და ტაძარში მოგვივარდნენ. დამეწყე ჯერ ყვირი მოღალატეებო გამოდით, ეკლესიის მტრებო გამოდით, ქვეყნის მტრებო გამოდით. ჩვენ გვეუბნებიან მოღალატებს, ქვეყნის მოღალატეს მეძახიან. რატომ მეძახიან მოღალატს? აი რა გავაკეთეთ? ისეთი რომ გვერდა მე რომ თხოვე რომ რატო არ დგახარ? ეკლესიას აგინებენ, პატრიარქს აგინებენ. პატრიარქს აგინებენ პირდაპირ, ეკლესიას აგინებენ. იმ კუბოსთან დაკავშირებით რო იძახიან და მე წარმოიდგინე პირდაპირ წერია იმ საიტზე, თუნდაც მაგ კუბოზე ზოგიერთი მღვდელი რო ამართლებს და რაღაც ლაპარაკობს. პირდაპირ წერია იმ საიტზე რომ ეს კუბო ის ჩინური არის იესო ქრისტეს გამოსახულებით. იესო ქრისტეს გამოსახულებით. აქ იმაზე კი არა რომ ზოგიერთი მღვდელი რო ყვა ხატი ნაკურთხი უნდა იყოს და რაღაცა. აქ შეგნებული დამოკიდებულება იყო. მე არ მინდა დავიჯერო შეგნებულად გააკეთეს მათ, მაგრამ მე როცა აღვნიშნე თუ თუ ადამიანებმა შეგნებულად გააკეთეს, ეს არის მტრობა. ეს სხვა კი არაფერი არ იყო. იმ ჩემი ცოლის დაქალებში მღვდელი რო იყო, ბავშვი ხატი დაახევინეს ფილმში რო იყო, სერიალში. რატომ იყო ადამიანებს მიაჩვენ ამ ხატის დახევა, წმინდა ხატებზე ვიღაცების სურათების გამოხატვა. მე მინახა ჩემ რევს მოგმართოთ, ვინც მეუბნებით რომ აი მამო მშვიდობიანი აქციებია, იცით მამა როგორი გართობა და როგორი სიხარულია. მშვიდობიანი აქციებს და ზოგიერთი ამ ფეირვერკის როლას რო ამართებ და რაღაცას. მე ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ და თელი ჩემი ქვეყანას ვემსახურებოდი. იმადგან განსხვავებით, მღვდლებს რო აყვედრიან რაღაცებს. 80,000 ხელფასები აქვს ისინი სამშობლოზე ლაპარაკ გაჭირებულებს და მის ოპერატორს ჩვეულებრივ ოპერატორს 1200 აქვს ხელფასი. შენ ამ ხელფასს შენ და შენ ზრუნო ქვეყანა შენ გინდა ქვეყანაზე იზრუნო?